ზაირა ქოჩორაძე. შეიძლება უფრო იაფი რომ იყოს. უფრო მეტი ის იქნება შანსი ხალხმა რომ იმკურნალოს. თქვენ ქონდათ შეხება კლინიკასთან? კი, მქონდა, ამ 2 დღის უკან ვიყავი, 20 ლარი გადამახდევინეს. ყურზე პრობლემა ჰქონდა გოგონას. დიახ. ხონდა 20 ლარი გადავიხადე. არიან კატეგორია ხალხის, რომ არც პოლიცია აქვს, არც არანაირი თანხა არ გააჩნიათ და აი ასე ზოგი ვერც მიდის იქამდე. იყო იქ ერთი პაციენტი, მოხუცი ქალი იყო და საშუალება არ მაქვს იმისი, რომ ამოვიდე აქამდეო და გავიკეთო ანალიზებიო. რა ვიცი, ვინ როგორ. კლინიკის პასები გლეხს სადაა, ერთი შეშვა შევედი 2 წუთი გამსნინდა. 2 წუთი გამიდა 15 ლარი გადავიხადე. 70 ლარი სტამლები გამომიწერა. 1 კვირის მერე კიდე მიველი. იქ ავანტყობაში კიდე ხემბერ ჩეკი უნდა იყო და მე ნაგახლოს კიდე. ო, ეგრეა, ორჯერ ავიღე, ორჯერ. ახლა შეკიმრა მეორე კიდე ჩეკი შედიო შევიდა მდგომარეობაში. საიდან ამაკ გლეხსადენა კანენ თანხარო გადავიხადო. გეკითხებით. სტამლების მიუწომელი ფასია. კლავი ვერ ამიწევია. ამის მეტი ვერ ამიწევია მიკრა. რომელა კი მიმართო. მივარე რა ამდენ გადასახადი და ყველაფერი კარგი აკეთე, მაგრამ გადასახადი ესე მედიცინა. ავანტყოფი კი ვარ, მაგრამ აქ არ მივდივარ, იმიტომ რომ ერთმა კაცმა ილაპარაკა, რომ ერთ ფეხ გადასდგა თუმანიაო, მეორეს გადასდგამო იქაურმა. 2 თუმანიაო, შეხვალო 100 მეტი და მე ზეიტო და კაცული არ შედის უთხრა. ფასები მაღალია. მაღალია. მე წამლებზე ვზივარ და პენსია იმ წამლებში ძის ყოფნის ალბათ. დაზღვევა გააქვთ? დაზღვევა მაქვს, კი. მაქვს, ეგ დაზღვევა მაქვს. თორემ მან დაზღვევა რა მქონეს იქ გამჭირდებოდა მათ. არა გვაქვს მაინდა-მაინც ის შესაძლებლობა რომ წავიდე და მაგალითად ვიმკურდალო ან რაღაც იყოს. ნამდვილად არ მაქვს. 64 ლარი მაქვს ხელფასი და მე იმით ვერაფერს ვერ გავაკეთებ. 64 ლარი. კლინიკასთან დაკავშირებით. მე ვერაფერი ინფორმაციას ვერ მივცეთ. იმიტომ რომ კლინიკასთან დაკავშირებით კლინიკურ მენეჯერს უნდა მიმართა. თქვენ ხართ? ასათოს მე არა ვარ კლინიკური მენეჯერი, არის ემო ხარაში. რამდენიმე კითხვა მაინც ვერა შემოკარგო. იცით აქ შემოდიან. არანაირი ინფორმაციის გაც მე ვარ ადმინისტრაციული მენეჯერი. ნებისმიერ ინფორმაციაზე კლინიკასთან დაკავშირებით კლინიკური მენეჯერი ან სათავო ოფისი.